ყველამ ვიცოდით, რომ ეს დღე ადრე თუ გვიან დადგებოდა, მაგრამ არ გვეგონა, რომ ის ასე მალე მოვიდოდა. მიუხედავად იმისა, რომ AI ანიმაციამ და ზოგადად ვიდეო გენერაციის ტექნოლოგიამ დიდი ნახტომი გააკეთა ბოლო ერთ წელში, თუნდაც Sora 2-ის ვიდეო გაიხსენეთ, ჯერ სრულყოფილებამდე მას ძალიან ბევრი უკლია. მაგრამ როგორც ჩანს, ყველანი ვცდებოდით, რადგან 2025 წლის დასაწყისში იაპონურმა სტუდიამ საკმაოდ საინტერესო სახელით Kaka Technology Studio გამოუშვა ის მსოფლიოს პირველი AI ანიმე ტყუპები ჰინა-ჰიმა, რომელიც 95% ხელოვნური ინტელექტის მიერ არის შექმნილი. საკმაოდ ხმამაღალი განცხადებაა, რომელიც შესაძლოა რევოლუციური აღმოჩნდეს ინდუსტრიისთვის. ორივე, კარგი და ცუდი გაგებით. ზედაპირულად რომ შევხედოთ სიტუაციას, თუ ის აღმოჩნდება წარმატებული, ვნახავთ ანიმეს წარმოების და ანიმატორების ცხოვრების გამარტივების პერსპექტივას. მაგრამ მეორე მხრივ არავინ გამორიცხავს იმას, რომ AI-ის წყალობით მათი საქმე კი არ გაადვილდება, არამედ საერთოდ გაქრება. სხვა სიტყვებით, უმუშევრები დარჩებიან. რა თქმა უნდა, კომპანიის მხრიდან ხარჯების შემცირების და მეტი პროფიტის გაკეთების მიზნებით. ზოგადად AI და სამუშაო ადგილები საკმაოდ მწვავე თემაა ახლა და არავინ იცის, რა შედეგებს მოიტანს ეს ყველაფერი. როგორ უნდა მოხდეს მისი რეგულირება, არის თუ არა საჭირო რეგულირება საერთოდ, მისაღები არის თუ არა კვოტები, რომლებიც კომპანიებს აიძულებს, რომ N რაოდენობის ადამიანები დაასაქმონ ხელოვნური ინტელექტით სარგებლობის პარალელურად და ასე შემდეგ. მოკლედ, თემა რთული და საკმაოდ საინტერესოა და იმდენად ვრცელია, რომ მთლიანი ვიდეოს მიწუღნას უფრო იმსახურებს, ვიდრე პატარა ხსენებას მცირე მისთვის განკუთვნილ სეგმენტში. შეიძლება ითქვას, რომ ტყუპები ჰინა-ჰიმას შექმნას გიგანტური ცვლილებების მოტანა შეუძლია. თუ არა მთლიანად სამუშაო ბაზარზე, იაპონიის ანიმაციურ ინდუსტრიაში მაინც. ვნახოთ აბა რა გამოუვიდა სტუდიო Kaka's და რა შეიძლება გველოდეს ახლო მომავალში. Oh no. სანამ საქმეზე გადავალთ, გთხოვთ რომ გამოიწევთ არხი, დალაიქოთ ეს ვიდეო და დატოვოთ ნებისმიერი კომენტარი, რომელიც 5 ან მეტ სიტყვას შეიცავს. ეს ხელს შეუწყობს ვიდეოს, რომ ალგორითმო უკეთ გააპიაროს და უფრო მეტი ადამიანი შეძლებს მის ნახვას. წინასწარ მადლობა. კარგი, ალბათ გაინტერესებთ რა ჯანდაბაა Kaka Studio და რა არის ტყუპები ჰინა-ჰიმა. Kaka Technology Studio იაპონური ანიმაციური სტუდიაა, რომელიც 2023 წლის ივლისში Kaka Creation Inc-მა დააფუძნა ტოკიოში, მეგუროს რაიონში. სტუდია ორიენტირებულია ანიმეს წარმოებაში ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირებაზე, რაც მიზნად ისახავს ეფექტურობის გაზრდასა და ახალი შემოქმედებითი ფორმების ძიებას. კომპანიამ სახელი გაითქვა 2025 წლის პროექტით, რომელსაც დღეს განვიხილავთ, Twins ჰინა-ჰიმა. მის შესაქმნელად კადრების 95%-ზე მეტში გამოყენებულია ხელოვნური ინტელექტი, მათ შორის ისეთი ინსტრუმენტები, როგორიცაა Stable Diffusion. სტუდიას აღმასრულებელი დირექტორი Yasutamo Tahekara ხელმძღვანელობს, კონსულტანტები კი ინდუსტრიის ვეტერანები არიან, მაგალითად Rei Kamiya. მათი მიზანია შემოქმედების გაძლიერება ხელოვნური ინტელექტის, როგორც დამხმარე ინსტრუმენტის გამოყენებით. ამ გზით კომპანია ცდილობს გადაჭრას ანიმეს ინდუსტრიაში არსებული მუშახელის დეფიციტისა და მაღალი ხარჯების პრობლემა ისე, რომ მთავარ ღერძად ადამიანური კრეატიულობა დარჩეს. Twins ჰინა-ჰიმა, იგივე ტყუპები ჰინა-ჰიმა დაახლოებით 24 წუთიანი ორიგინალური ანიმეს სპეცპროექტია. ის სკოლის მოსწავლე ტყუპიდების, ჰიმარისა და ჰინანას ამბავს მოგვითხრობს. ჰიმარი თეთრთმიანი, მშვიდი და დაკვირვებული გოგოა, წითელთმიანი ჰინანა კი უფრო ენერგიული და როგორც იძახიან, სიცოცხლით სავსე. დები ტოკიოში ცხოვრობენ და ოცნებობენ TikTok-ის მსგავს პლატფორმაზე, სადაც სხვა ვიდეოების განთავსებით ინტერნეტ ვარსკვლავები გახდნენ. ისინი იღებენ ვიდეოებს, სადაც ეკავენ, ასრულებენ სხვადასხვა ჩელენჯებს და ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი ნახვა და ლაიქები დააგროვონ. და რომ თქვა, რომ დაინტერესებული ვარ, ტყუილი იქნება, მაგრამ მოდი ვნახოთ რა ხილია პირველი AI ანიმე და რისი შემოთავაზება შეუძლია მას. ანიმეს პირველი კადრები გვიჩვენებს იმას, რაც მოკლე აღწერაში წავიკითხეთ. გოგოები ცდილობენ გადაიღონ TikTok ცეკვა, იმის იმედით, რომ ისინი პოპულარულები გახდებიან და კი ის, რომ ეს ტრადიციული 2D ანიმაცია არ არის, ძალიან მარტივი შესამჩნევია. გადაიღეს თავისი ცეკვა და შედეგად არაფერი. მხოლოდ ერთი ნახვა აქვთ და პოპულარულობამდე და მილიონობით ნახვამდე გზა გავლილი კი არა, დაწყებულიც არ არის. აქ გვიჩვენებენ ტყუპებს შორის პერსონალიტიში განსხვავებებს, სანამ ჰიმარი იმედგაცრუებით, მაგრამ შვიდად იღებს წარუმატებლობას, ჰინანა თავის ქვირքի მხარეს აჩვენებს
და რატომღაც ბალახჭამს. კი, ცოტა სტერეოტიპული მიდგომაა, როცა არის პერსონაჟების შორის განსხვავებას ხაზი როგორ გაუსვა, უბრალოდ ერთმანეთის polar opposite გამოიყვანე და პრობლემა მოგვარებულია. დებმა ფარხმალი არ დაყარეს და განახლებული მოტივაციით წავიდნენ გამაგრილებელი სასმლების საყიდლად. სადაც ერთი შეხედვით უადგილო და აბსოლუტურად კონტექსტიდან ამოვარდნილი დიალოგი აქვთ პარალელურ რეალობებზე. რეალობა, სადაც გაზიანი სასმელი იყიდა და არა რეალობა, სადაც ჩაიყიდა და ასე შემდეგ. და ის რომ ეს გარდამტეხი მომენტია. ერთი შეხედვით ამას არანაირი აზრი არ აქვს, თუმცა ცოტა ხანში აქ დამარხული იდეა წამოყოფს თავს. Foreshadowing. ახალი ძალებით ჰინა და ჰიმა გადაწყვეტენ, რომ სხვა ფორმატებში გამოსცადონ ძალები. ჩელენჯები, კატების ვიდეოები, სახის ფილტრები და ასე შემდეგ. მაგრამ არაფერი ამართლებს. თავიანთი ვირუსული სენსაცია ვერაფრით ვერ იპოვეს. თეთრთმიანი და ბოლოს იტყვის, რომ ეს ყველაფერი უაზრო დროს ხარჯვაა და ბიბლიოთეკაში წავა. წითელი კი გააგრძელებს TikTok ცეკვაზე ფიქრს, რომელიც პოპულარულობას მოუტანს. და უცებ იმ კატას გადააწყდება, რომლის ვიდეო ცოტა ხნით ადრე გადაიღო სოციალური მედიისთვის. მაგრამ ის უცნაურად გამოიყურება, მისი სხეული თითქოს ციფრულია. ის გლიჩებით და ხარვეზებით არის დაფარული. როდესაც ჰინანამ მისი გადაღება სცადა, კატა გაიქცა და მის დევნაში წითელი და კიბეზე დაგორდა, რის შედეგადაც თეთრთმიანმა დამ ფეხზე წამოაყენა და უთხრა, რომ თანახმა ცეკვის ვიდეო გადაიღოს მასთან ერთად. საინტერესოა ესე სწრაფად რატო შეიცვალა აზრი. ან საიდან გაჩნდა აქ ეგრე სწრაფად? მოკლედ, გადაიღეს თავის ცეკვა და უცებ ის მოხდა, რასაც არავინ ელოდა. არსაიდან კიდევ ერთი ჰიმარი გამოჩნდა. რის გამოც პირველი ჰიმარი, ვინც წეღან ცეკვაში იღებდა მონაწილეობას, უსიტყვოდ გაიქცა და დაბნეული დები მას უკან გაეკიდნენ, რომ გაერკვიონ რა ჯანდაბა ხდება აქ. შედეგად იწყება საკმაოდ გაწელილი დევნის სცენა, რომლის დროსაც ისინი რაღაც დიდ ხიდზე გადადიან, რომელიც რამდენიმე წუთის წინ ჰინანამ ახსენა, რომ აინტერესებდა მის მიღმა რა ხდებოდა. დევნის სცენა როგორც ვთქვი გაწელილია, მაგრამ როგორც ხვდები, ეს ხელოვნური ინტელექტის ძლიერი მხარის დემონსტრაციის მიზნებით გააკეთეს. კონკრეტულად კი იმისთვის, რომ მისი სურეალისტური გამოსახულებების შექმნის შესაძლებლობა ეჩვენებინათ მაყურებლებისთვის. კი, ხიდის მეორე მხარეს გოგოებს სურეალისტური სამყარო დახვდათ, სადაც ერთი შეხედვით ქაოსია და არანაირი ლოგიკა არ არსებობს. რომ თქვა, რომ ეს პეიზაჟები ცუდად გამოიყურება, ტყუილი იქნება, თუმცა ადამიანების მიერ მოფიქრებულ სურეალიზმამდე კიდევ ძალიან ბევრი უკლია. თუნდაც ევანგელიონის დასასრული ან მადოკა მეჯიკა გაიხსენეთ, როგორც ამბობენ ცადა დედამიწა. ნელ-ნელა ეს აბსურდული სამყარო დანგრევას დაიწყებს, იქამდე სანამ ჩვენი გმირები არ დაეწევიან ჰიმარის ორეულს. რის შემდეგაც მათ მცირე კონფრონტაცია ექნებათ, რომლის შედეგადაც გაირკვევა, რომ ეს ორეული კი არა, ნამდვილი ჰიმარი არის მომავლიდან, ხოლო ეს გოგოები კი უბრალოდ მის მიერ შექმნილი პროექტის ნაწილები არიან. ციფრული სამყაროსი, რომელიც მან მოგონებების შესანახად შექმნა. ხო, ეს იყო დიდი რივიალ იმ პარალელურ სამყაროებზე ჩაგდებული მინიშნებების შემდეგ, რომელიც გაზიანი სასმელის ყიდვის დროს გვაჩვენეს. საინტერესო აქ თვითონ ჰიმარის და ჰინანას რეაქცია, რომლებიც იმის მაგივრად რომ შოკში ჩავარდნენ, იმ ფაქტისგან რომ მათი მთელი არსებობა ტყუილი და სიმულაციაა. ოკეი, რეაქცია აქვთ, რის შედეგადაც ტრიო ერთმანეთს ეხუტება და ნამდვილი ჰიმარი ტყუპებს ორმოში ყრით, რომელიც სიმულაციის, ან ციფრული სამყაროს რესტარტს იწვევს. სამყარო და ტყუპები ჩვეულ პირობებს უბრუნდებიან და კვლავ ცდილობენ გადაიღონ ვირუსული TikTok-ი, რომელიც მათ ვარსკვლავებად აქცევთ. თითქოს არაფერი არ მომხდარა საერთოდ. მაგრამ ამჯერად სიტუაცია ცოტა სხვანაირად განვითარდა. მათმა TikTok-მა მთელი ერთი კომენტარი მიიღო. მაგრამ ვიღაც ჯასტინისგან, რომლის ყურადღების მიქცევასაც ჰინანა ცდილობდა ეპიზოდის დასაწყისში, ამიტომაც happy end-ი, არ ვიცი, მაგრამ the end-ი ნამდვილად იყო. აი ასე დასრულდა პირველი AI ანიმეს პირველი და ამ ეტაპზე ბოლო სერია. ვერ ვიტყვი რომ რამე ვაუ ისტორია ვიხილეთ, მაგრამ უარესით შეიძლებოდა. პერსონაჟების დიზაინი დიდად განსაკუთრებული არ არის, მაგრამ მარტივად ჯდება თავში. ბექგრაუნდების ვიზუალი ზოგჯერ საშინლად იაფად, ზოგჯერ კი საკმაოდ ლამაზად გამოიყურება. მუსიკა ოკეი არის, voice acting-ი კარგია, რადგან პერსონაჟები ნამდვილმა ადამიანებმა, პროფესიონალმა მსახიობებმა გაახმოვანეს. ამიტომაც ამაში პრობლემების პოვნა რთულია და არც ოპერატორულ ნამუშევარს არ უჭირს დიდად არაფერი. ჩემი აზრით 5 ან 6 კარგი შეფასება იქნება. თითქოს შეჯამების და დასკვნის გაკეთების დროა, ხო? არა.
რა სიტყვით იმაზე, რომ გითხრათ, რომ ეს 95% AI-ის მიერ გაკეთებული ანიმე კი არა, სრული ბულშიტია. კი, კომპანია კაკა სტუდიო გვაბულ კაკაოებს, კარგი ეს ჩემი ყველაზე წარმატებული ხუმრობა არისო. ვერ ვიტყვი რომ პირდაპირ მნიშვნელობით გვატყუებს, მაგრამ არის დეტალები, რომლებზეც პირდაპირ არ გვეუბნება. მიუხედავად იმისა, რომ მარკეტინგის თანახმად ანიმეს თითქმის 100% AI-ის გაკეთებულია, სინამდვილეში საქმის უბრალოდ დიდი ნაწილი კი არა, თითქმის მთლიანი პროექტი ადამიანების შექმნილია. ანიმაციის დიდი ნაწილი 3D CGI გრაფიკით არის გაკეთებული, რომელსაც AI ფილტრი გადაატარეს, რომ ტრადიციულ 2D ანიმაციას გავდეს, რაც პირველივე კადრიდან ჩანს. იგივე ბედი ეწია ბექგრაუნდების დიდ ნაწილს, ავტორებმა უბრალოდ ნამდვილი ადგილების ფოტოები გადაიღეს და ისევ AI ფილტრი გადაატარეს, რომ ანიმეს უკანა ფონს გავდეს. ცეკვის სცენებიც AI გენერაციით კი არა, motion capture-ით არის გაკეთებული, სადაც ნამდვილი ადამიანების მოძრაობები გადაიტანეს ციფრულ სამყაროში 3D მოდელების მეშვეობით და Unreal Engine 5-ის დახმარებით, რომ თმებს და ტანსაცმელს რეალისტური ფიზიკა ქონოდათ. ის მომენტები, რომლებიც მართლა ხელოვნური ინტელექტით არის გენერირებული, ადამიანების მიერ არის ჩარედაქტირებული After Effects-ში, Photoshop-ში და სხვა საედიტო პროგრამებში. არტიფაქტების გამოსწორების მიზნით. თლად AI-ის გარეშე გაკეთებული ანიმე არ არის. უბრალოდ საქმის გასაჩქარებლად იყო გამოყენებული ის და არა მთლიანად პროექტის შესაქმნელად, როგორც შეგვპირდნენ და ის ადგილები, სადაც ხელოვნური ინტელექტი იყო გამოყენებული, საკმაოდ მარტივი შესამჩნევია. ზოგჯერ ნივთებიანთმა არ არის სტაბილური ფერის, ზოგან ფოთლები ხეებისგან დამოუკიდებლად დაფრინავს აერში, ზოგან ანიმაცია არაბუნებრივი და უცნაური და სურეალისტური სცენებიც, რა თქმა უნდა, სრულიად მისი გაკეთებულია ისევ და ისევ მცირე რედაქტირებით. მოკლედ, რა შეგვიძლია ვთქვათ? იაპონელებმა დაგვაგვოიმეს და დაგვსკამეს. სადაა ჩემი AI სალაფავი? რას ქვია ადამიანების ნამუშევარს უნდა ვუყურო? როგორც ბოლო 60 წელი რაც ანიმე არსებობს. რომელი საუკუნეა, ვინღა უყურებს ადამიანების გაკეთებულ ხელოვნებას? კაი, ხუმრობებად, მაგრამ იმის თქმა შეგვიძლია, რომ ჯერ ხელოვნური ინტელექტი კიდევ შორს არის ანიმატორებისთვის სამსახურის წართმევისგან. თუმცა არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ შორს არის და ეს არასდროს მოხდება ორი სხვადასხვა წინადადება. 10 წელიწადში AI ევოლუციის საერთოდ სხვა საფეხურზე იქნება და მაშინ როგორი სიტუაცია იქნება, კაცმა არ იცის. უყურებდი თუ არა ამ ანიმეს სრული პროექტი რომ იყოს და არა ერთი 24 წუთიანი სპეშალი, ზუსტად შემიძლია ვთქვა რომ არა. მაგრამ მომავალში ხელოვნური ინტელექტი ისე განვითარდება და ისე შეუმჩევლად შეგვაპარებენ ადამიანებს გაკეთებულ პროექტებში, რომ ვერც კი მივხვდებით, როგორ წამოეწია მისი პროგრესი ადამიანების უნარებს. და როდესაც ეს დრო მოვა, იქნება თუ არა ეს ადამიანების მიერ შექმნილი მედიის და ხელოვნების დასასრული, თუ პირიქით უფრო ძვირად ღირებულს და დაფასებულს გახდის მას, ამას მხოლოდ დრო გვაჩვენებს. დღეისთვის სულ ეს იყო, იმედია მოგეწონათ ეს ვიდეო. თუ ასე აქვს, გთხოვთ გამოიწევოთ არხი, დაალაიქოთ ეს ვიდეო და დატოვოთ ნებისმიერი კომენტარი, რომელიც 5 ან მეტ სიტყვას შეიცავს. ეს ძალიან დამეხმარება მე და ალგორითმი უკეთ გააპიარებს ვიდეოს. წინასწარ მადლობა და მომავალ შეხვედრამდე.